მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა კომპანია რუსთავის წყალში, როგორც კომპანიაში განმარტავენ მიუხედავად იმისა, რომ ჭა, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა რუსთავის წყალს ეკუთვნის, სამუშაოები კომპანიისგან დამოუკიდებლად ხორციელდებოდა. რუსთავის წყალი მოქალაქეებს თვითნებური ქმედებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. კომპანია რუსთავის წყალი თავის მომხმარებელს და მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, რომ არ აწარმოონ თვითნებურად კომპანიის კუთვნილ წყალსადენის თუ კანალიზაციის ჭებზე რაიმე სახის სამუშაოები. ყოველად დაუშვებელია მსგავსი ქმედებები. მინდა აქვე აღვნიშნო გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომ კომპანიასთან ეს ქმედება არ იყო შეთანხმებული და ის პირები თვითნებურად აწარმოებდნენ საქმიანობას, რაც უბედური შემთხვევით დასრულდა. კიდევ ერთხელ მინდა თხოვნით მივმართოთ კომპანიის სახელით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი სახის სამუშაოები თუ კი რამ მათ წარმოექმნებათ ქსელზე, შეუძლიათ განცხადების სახით ან Facebook გვერდზე, ან ცხელი ხაზის მეშვეობით მოგვაწოდონ ინფორმაცია და კომპანიის წარმომადგენლები სწრაფად მოახდენენ რეაგირებას.